მოიწყინეთ ჩვენს გარეშე და იმედია არიცით რა გააკეთოთ ახლა სანამ ეთერში დაუბრუნდებოდით და ახლა შეგიძლიათ ის გააკეთოთ რასაც აკეთებთ ანუ გვისმინოთ ჩვენ თუ გვიყუროთ ჩვენ და გაიზიაროთ არ ვიცი გაიზიაროთ ანუ უბრალოდ მოგვისმინოთ დაგვეთანხმოთ ან არ დაგვეთანხმოთ ეს აბსოლუტურად თქვენი გადაწყვეტილება რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ ის ადამიანები ვართ რომლებიც პატივს ვცემთ აბსოლუტურად სხვა ადამიანის აზრს და ნაკადაგარს და ნამდვილად ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს გაინტერესოს გარდა სასიამოვნოდ მოსასმენია მისი ხმაც და ნაზრევიც ეთერს გარეთ მითხრა რომ თუ ძალიან გვერდზე გავედიო მომაბრუნეო მაგრამ საინტერესოდ გადის ხოლმე მარცხნივაც და მარჯვნივაც ამიტომაც არის დღეს ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი და აუცილებლად გადაცემის ბოლოს კიდე მის არა მარტო მონათხრობს არამედ ნამღერსაც დაგიტოვებთ ეკა თუ არის რამე ის ერთი კონკრეტული ადგილი სადაც შეუძლიათ დღეს მსმენელს შენს გულშემატკივარს მოვიდეს და მოგისმინოს არის ასეთი სტაბილური ადგილი სადაც შენ სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ ეგეთი ადგილი დღესდღეობით აღარ არის თუმცა შენ ბევრი წლის მანძილზე იყავი დაკავებული ყოველთვის პრინციპში მე რო ვიყავი პირველ კურსზე დავამთავრებ უბრალოდ პირველი კურსი და ზუსტად მეორეს ვიწყებდი იმ პერიოდში დავიწყე ბენდში სიმღერა სრულიად შემთხვევით იმიტომ რომ მე თეატრალში რომ მივდიოდი ხოლმე მივათრევდი ამ დისკებს რაღაცაენ რაოდენობით ჩავთავდი ეზიარეთ მაილსტევისებს რაღაცა სასწაულებს ვაკეთებდი მოკლედ და ნუ ყველა მიცოდა რომ მე გიჟი ვარ ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცეები და ჩემმა ჯგუფელმა მიყურა დიდი ხანი და მე წამოდი გეხოცები პეროვსკაიაზე ერთი წუთით აქეთ გამეიხედა ხო და მოკლედ ესე იგი ჩემი მეგობარი არისო რომელიც უკრავსო და რაღაცა მე მგონი ვოკალისტი მიდისო იმათთანო და რაღაცა ხო არ გესიამოვნებოდა უბრალოდ მოისმინეო რა აი ესე აი როგორც მე გეტყვი სალო წამოაბა ერთი წუთი გავიაროთ აი ზუსტად ეს თეატრალიდან ჩავიარეთ პეროვსკაიაზე მე მგონი ხა ახვლედიანის ქუჩა ქვია დიახ ბოდიში ხო და ნავში მოხდა ეს ჩემი ვაუ მონათლობა ენთან ერთად და ანუ აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა ეგ ამბავი და ნუ მუსიკოსები იცი ხო ვინც იყვნენ არაჩვეულებრივი ხალხი ნუ ეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ აბსოლუტური გამართლება ანუ ისეთი გამართლება იყო რომ აი გაისროლა უცებ და ეთყობა ესე იყო საჭირო რომ მე რო თეატრალში არ ჩამებარებინა მე რო ეს ყველაფერი არ მექნა იქ ალბათ ვერ მოხდებოდი საერთოდ იმიტომ რომ ეს იქნებოდა რაღაც გვერდზე მყოფი რა ჰობი მოსასმენი იქნებოდა მსმენელი ალბათ არ ვიცი ბევრჯერ მიფიქრია მაინც იმ გზას გადის თუ არა ადამიანი იქ რო ხო აი ზუსტად ეგ არის შეიძლება რომ მაინც იქამდე მieყვანი მაინც რაღაც არსებობს გარდაუვალი შეიძლება მისასვლელი გზები სხვა და და ვერსიები შეიძლება სხვანაირი იყოს, მაგრამ რაღაც არის ყოველთვის, რაც არის, აი შენი ალბათ გასავლელი და უნდა გაიარო ეს. ესე მოხდა ზუსტად ამ შემთხვევაშიც და ანუ იმ პერიოდში ხა როდესაც მაშინ ვიყავ 17 წლის სალო. ანუ ძალიან პატარა ვიყავი. ეს ახლა არც აღიმქვებოდა როგორც რა ვიცი, ახლა მე თელი ცხოვრება ამას გავაკეთებ და აქ ვიქნები ანუ ეს რაღაც პერიოდის რაღაც საქმე სტუდენტი რაღაცა პატარა 17 წლის გოგო ვიყავი და იმ პერიოდისთვის იმდენად სასიამოვნო და იმდენად ესეთი ნოვა იყო ჩემთვის რომ ანუ ჯერ ისეთი ფუფუნება მქონდა რომ ახლა ესეთი ჯერ ესეთი ჩემზე უფროსები იყვნენ ხა უკვე უჩაც და ბიჭებიც რაღაც პატარა ასაკით თუმცა მაგრამ უკვე ძალიან გამოსილები და უკვე ძალიან მაგრები და უკვე ამათში მოვხვდი ესე და ანუ მე ერთად გავითარდით თუ ერთად წავედით თუ რაღა ვქენით ერთად მოკლედ ამდენი წლის მანძილზე მოვდივართ დღემდე. ანუ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, იმიტომ რომ ანუ სასწავლო შენ ეხა ეგ არ გესწავლება რა თქმა უნდა. თუმცა რაღაცა აქედან რო იწყებ რა და უკვე შენი თავისთვის წაყენებული რაღაც თამასა გაქვს მუსიკოსების და რეპერტუარის და შესრულების ხარისხის და ასე შემდეგ მე რთულია ანუ მე ძალიან რთულია რაღაცნაირად. თუმცა ანუ იყო ეს პერიოდი როდესაც ანუ ეს თუხებდა ეს ლაივ მუსიკა უფრო მოდი ვთქვათ. კი, უნდა ვთქვათ კიდევ ეს რაღაცა პატარ-პატარა ქუჩები სადაც იყო ესეთი ბარები სადაც ცოცხალი მუსიკა იკვრებოდა შესაბამისად ასაკიც სხვა მქონდა უფრო პატარა ვიყავი ეს ენთუზიაზმიც სხვა იყო უფრო ახალი იყო ეს ყველაფერი. მე ნელ-ნელა შემოვიდა კლუბური რაღაც მე ნელ-ნელა უკვე ეს ჯაზიც ცოტა ფართო მასებში გავიდა ანუ ცოტა სხვა მასის ოდე კიდე საკითხავი მე რას ეძახის ჯაზს ეგ ახლა მოდი მაგაზე აღარ ცალკე გადაცემაში ვილაპარაკოთ მაგაზე ხო მაგრამ ნუ მოდი ვთქვათ რომ ანუ მასამ გაიგო რომ არსებობს ესეთი მიმდინარეობებიც
რაღაცა სიტყვაზე, სადაც იმპროვიზაცია და ინსტრუმენტალი გარდა ვოკალისა, ინსტრუმენტალს ძალიან დიდი როლი და მისია აქვს და შესაბამისად უკვე ამის ინტერესი გაჩნდა. გაჩნდა რაღაც კლუბები, ბარები, სადაც ეს მუსიკა იყო მოთხოვნადი. თუმცა სამწუხაროდ უკვე წლები გავიდა ამის მერე და რასაკვირველია ყველაფერს რაღაც ისეთი აქტუალობა აღარ ქონდა, მაგრამ აი პანდემიის მერე ეს ყველაფერი რაღაც ძალიან დაბალ სიხშირეზე კი არა და დაბალ გაზზე შემოდგმული საძილივით დარჩა, იმიტომ რომ მე პირადად უკვე იცი რა არის ხა რაღაცა ასაკი არსებობს. დიახ. სადაც ამას ყველაფერს აკეთებ და მე უკვე რაღაცა ცოტა მეტიც გინდა. კი, თავისთავად. მე უკვე იცი რა არის ჩემთვის არის ყოველთვის მუსიკა სანამ მე ვიღებ სიამოვნებას. ანუ მე მიყვარს ყველა საქმე ასეა. მე მიყვარს საქმის კეთება სანამ მე მსიამოვნებს. აი რაღაცა უკვე რო ვალდებულება ხდება და რუტინა და ეს რაღაცა ერთი და იგივეში ტრიალებ რაღაცა ციყვივით მე პირადად მეზრდება. ანუ მე უკვე ასაკიც ცოტა რო გემატება და რაღაცა უკვე მე იქ საუნდტრეკები გავაკეთეთ, იქ რაღაცა ფესტივალი იყო, ეს იყო რაღაცა, ну მე უკვე სტაბილური ჯაზ კლუბური რაღაცა ატმოსფერო რო აი ვოკალი და ის შენი საღამო რო გაქვს როგორც არის მაგალითად საზღვარგარეთ და რომ მოვალ შენ მოსასმენად და მოვწრუპავ სიტყვაზე ვისკისაც. თუმცა ეს შენი პროფესიაცა, ჰობიცა და ეს არის შენი ძირითადი შემოსავალი. რას ქვია ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, არა, უნდა იყოს ადგილები და უნდა კონდეს ბევრი შემოთავაზება და უნდა ესმოდეს ყველას ჩვენი ეთერის საშუალებითაც. კი, რა სამწუხაროა, მაგრამ არ არის ხალხო. ჩვენ ქვეყანაში მე ხა ვიტყვი ცოტა ესე პრობლემატური კუთხიდან. აუცილებლად თავისთავად. იმიტომ რომ ხა ეს რა თქმა უნდა სტანდარტული ფრაზა, სტანდარტული ყველაფერი ამ კუთხით ნაჩვენები ყველამ კარგად ყველაფერი ვიცით, გავიგეთ, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა რატო ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან ხა ნუ რავი, ნუ გამსჯის, ეს არის ჩემი აზრი. ვინმე გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს, ეგ უკვე up to you. მაგრამ ეხა რა ხდება? ხალხო, ისეთი ბაგაჟი თქო როგორ ვთქვა, მაგრამ ისეთი მუსიკოსები ყავს. ისეთი მოცულობის. ისეთი, ანუ რანგის და ისეთი გასაქანის ხალხი იბადება და ყალიბდება ჩვენ ქვეყანაში. აი, ეხა მარტო ამ მიმდინარეობას რო შევეხო, ძალიან ბევრნი არიან ინსტრუმენტალისტები, რომლებიც აი ბაჯაღლო, ოქრო, აი საბადოები გვაქვს რა. აი ესე თითქოს ესე დახუნძლული რაღაცა ბირთვებად ჩაწყობილი ამ ჩვენ ქვეყანაში. მოსმენა და რა გულის ტკივილია რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსები არსებობენ და დღესდღეობით მოღვაწეობენ, თუმცა მე როგორც მსმენელი ახლა აი აბსოლუტურად ცოტა ზონაუთი რო გავაკეთო რა, ცოტა შორიდან რო შევხედო, აი მაკლია ამ ხალხის მოსმენა, იმიტომ რომ ერთადერთი წერტილი შეიძლება იყოს, სადაც მიხვალ და მოისმენ ამ ხალხს. მეტი მინდა მე. იმიტომ რომ შეიძლება მუსიკოსებისთვის უფრო იყოს გასაქანი. მოთხოვნას პრობლემაა. ანუ აქ არის უკვე როგორი რაღაცა, იცი, რომ ანუ მატერიალური მხარე. ანუ კლუბი, ჯაზ კლუბის სპეციფიკა ვერ ინახავს თავს ისე როგორც უნდა ინახავდეს, რომ შენ როგორც პერფორმერს ამიტოა ჯაზი არ არის ყველასთვის, ეს არის რაღაც ლოკალური და ისეთი ადამიანისთვის და პოპ მუსიკა, რომელიც არსებობს პოპულარული და ყველასთვის მოკლედ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაცა შენი უკვე თამასა გაქვს, შენი რაღაც მიღწევები თუ არ ვიცი ხა რა, ნუ ბევრნაირი რაღაც შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ ნუ უკვე რაღაც გეთქმის, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მე საკუთარ თავზე ამ წუთას შეიძლება საერთოდ ვამბობ და ზოგადად ანუ ტიპი, რომელიც უკვე შემდგარია სიტყვაზე, ან ასაკიც აქვს უკვე ისეთი, რომ ანუ ეკუთვნის ელემენტარულად, უნდა ხდებოდეს შესაბამისი, მოდი ვთქვათ, ყველაზე მთავარი ანაზღაურება. ჰონორარი. შენ შეიძლება სიამოვნებს და შენთვის მზედამთვარე ამოდის ამ ყველაფრით, მაგრამ ანუ ხო არსებობს პლუს ამას ყველაფერთან ერთად ეს არის შენი საქმე. ჩვენ ქვეყანაში რა გენაღვლება შენ მღერი? რა გენაღვლება შენ უკრავ? ცოტა ეს დამოკიდებულება ახლა მართლა უკაცრავად. მართლა უკვე ძალიან ზედმეტია, ხო? ხო, ვთქვათ, რომ ხალხო ეს ჩვეულებრივი პროფესიაა. რატომღაც ჩვენთან ეგ ამბავი ჯერ კიდევ ვერ ლავეს. მართლა ძალიან ბევრზე სასაუბრო და არ მინდა რომ მარტო ამ გადაცემებში ჩემი კონკრეტულად გადაცემებიდან ისმოდეს ის რომ აი რა კარგია ჯურჩხელა რა კარგია თათარა ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ერთად უკეთესად
მასი რამე გავაკეთოთ, რაღაცა ერთმანეთს ყოფა შევუმსუბუქოთ, გავიზარდოთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და ეს ჩვენ სფეროში რაღაცეები რაც არ მოგწონს შეიცვალოს, ამისთვის ბევრი უნდა ვისაუბროთ, ოღონდ მარტო საუბრის დონეზე არ უნდა დარჩეს. რეალურად უნდა გაგვიჩნდეს იმის სურვილი, რომ ერთმანეთს რეალურად დავუდგეთ გვერდით და ხელი გავუმართოთ და დავეხმაროთ. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს მე და არ მინდა რომ მხოლოდ საუბრის შემოვიფარგლოთ და მინდა ახლა ჩვენს მსმენელს ისე რაღაცა გაგვეპარა დრო როგორც ჩემს მანქანაში გადის ხოლმე ხშირად საუბარში და ჩამოვდივართ ხოლმე 4 საათის სავალ გზას ისე უცებ რომ ერთი ისტორია არ დამთავრებულა დაახლოებით გადაცემაშიც ეგ ჟანრი შემოვიტანეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა კიდევ ერთხელ გისურვო ფანტასტიკური წელი დახუნძლული შემოთავაზებებით შენი საყვარელი საქმის ბოლომდე შენ საყვარელ საქმეში ბოლომდე რომ დაიხარჯო და ამაში შესაბამისი ანაზღაურება შესაბამისი მეცაც ვისურვებდი ეკა. მოდი ვიყოთ მაქსიმალისტები. და მინდა რომ წარმატება გისურვო ყველაფერში სადაც კი ახლა შენს არაჩვეულებრივ პრინცთან ერთად, შვილთან ერთად მინდოდა ამაზეც გვესაუბრა, მაგრამ რაღაც გაგვეპარა დრო და ამიტომ არ მინდა რომ ისე გაგიშვა ეთერიდან ჩვენს მსმენელს შენს მიერ შესრულებული კიდევ ერთი არაჩვეულებრივი კომპოზიცია არ დავუტოვო და აქვე დაგემშვიდობ. თავისთავად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სალომე შენ, იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხე იმდენად რაღაცა კონცენტრირებული ვიყავ ამ რაღაცების განხილვით, რომ არ შემიძლია რომ არ მოგეფერო. იმიტომ რომ შენ ის ადამიანი ხარ, ვისაც ძალიან მიყვარს და ძალიან პატივს მოგეროდის რა, ვიცი 2005 წლიდან ალბათ. ძალიან დიდი ხანი. შესაბამისად ესეთ ფორმატში პირველად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტუდიის გარეთ ხდება ხოლმე. მაგრამ ესე რომ სახალხო დაც განვიხილო, ანუ ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ ასევე სალომე, იმიტომ რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც აუცილებლად სწორ და რაღაც ისეთ აქცენტებს აკეთებს ცხოვრებაში და მე პატივს ვცემ შენ არჩევანს ყოველთვის და ასევე შენი ადამიანობისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ რაღაცებში ვემთხოვით ერთმანეთს, შეიძლება ეს ყოველდღიურად ვერ, მაგრამ სადაც არის როგორც არის და დიდი წარმატება გისურვო. ოჯახშიც, საქმეშიც, პიროვნულ განვითარებაშიც, პროფესიულადაც რაც და როგორც გაგიხარდება, ძალიან დიდი მადლობა როგორც კოლეგას, ასევე მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო და მსმენელსაც მინდა დავემშვიდობო დიდი მოწიწებითა და პატივისცემით. იმედია მართლა რაღაც სიამოვნეთ ხშირად არ მაქვს ესეთი შემეცნებით რაღაცნაირი გადაცემები და მე პირადად კარგად დავიხარჯი და მადლობა შენ ამისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც გვისმინეთ და თქვენ რა თქმა უნდა FM-105.9-ზე უნდა დარჩეთ. ჯერ ეკადოლიძის შესრულებული კომპოზიცია მოისმინოთ და შემდეგ ისევ დარჩეთ ამ ტოლღაზე იმისთვის რომ იყოთ მუდამ ინფორმირებულები და იყოთ მუდამ ლაღები და ბედნიერები.